ბუნებრივ აირზე გაზრდილი დანახარჩი და უკმაყოფილო მოსახლეობა. იმის მიუხედავად, რომ ტარიფი არ გაძვირებულა, იანვრის დასაწყისში აბონენტებს თითქმის გაორმაგებული გადასახადი დაერიცხათ. მოქალაქეები ბუნებრივი აირის ხარისხზე ჩივიან და არც იმას გამორიცხავენ, რომ სოკარ ჯორჯია გაზმა რაიმე მანიპულაციას მიმართა. მოსახლეობის პრეტენზიებს კომპანიაში ზეპირი ინფორმაციით უპასუხეს. წინათვეში გადაიხადა 73 ლარი. და 73 ლარს მიამატე კიდე რამდენი უნდა მიამატო რომ გამოვიდეს 130 ლარი. ოდა ეხლა მეკითხები ერთი პენსიონერია, მეორე პენსიონერია. რით რა გადავიხადო? აი მითხარით რა უბრალოდ ამას მე მას უკავშირებ რომ არ ვიცი, გააძვირეს თუ რა უყოს, თუ გააძვირეს რატო არ იძახე რომ გააძვირეს. თუ არ ამას მე უკავშირებ იმას რომ ესენი ტყუია. ამხელა თანხა მის დღემში არ გადამიხდნია. უნდა ვიცოდეთ ჩვენ გასამაგებულია, გაორმაგებულია, ტარიფია მომატებული არ არის. ერთადერთი იმაზე ტელეფონზე მესიჯი მოგვია და ეგ არის, ვთქვი, მეტი ჩვენ არაფერი არ ვიცით. არანაირი ინფორმაცია არ აქვს ჩვენ.